ძალიან დიდი კრიმინალი. გუში რატო? იყო კრიმინალი. იყო, მაგრამ კრიმინალი როგორ ეხლა პირველ რიგში ეს უნდა კომპეტენტურმა ორგანომ თქვას კონკრეტულად ვინ არის დამნაშავე. მაგრამ ფაქტია, რომ ამას უყოლაფერს მოყვა მავანის და მავანის გამდიდრება. რატომ? ის ვინც იცოდა, რასაც აკეთებდა, მას ჰქონდა ამისთვის ყველაფერი, რომ ეს გამოეყენება თავის სასიკეთოდ. ეხლა საუბარი შეიძლება რომ არ გამოიყენა. კი, რა თქმა უნდა, ალტრუისტია და კეთილიძეა და დავიჯეროთ მოდი ახლა ეს, მაგრამ ერთი რამე ვიცოდეთ. ბატონმა ნოდარმა ძალიან სწორად თქვა. როცა რაღაც იკარგება, ის არსად არ ხდება. ის რაც იკარგება, აუცილებლად სადღაც ვიღაცა ამას პოულობს. შეიძლება ის ვინც რაღაც ოპერაციების გამო რამდენიმე დღით ადრე ადგა და მოიშორა ლარი და იყიდა დოლარი, ან ევრო. იმან მოიგო. სულ არ იცოდა ეს რა მოხდებოდა, მაგრამ იმან მოიგო, აი ვინც მოდარი 100-500 დოლარი აფილარი მე რო და ხო, იმან მოიგო, იმიტომ რომ მოდარინა დაუბრუნოს 500 დოლარი, რომელიც ლარებში უფრო ძვირი იქნება. ასე რომ აქ ნუ ვიტყვით მარტო რომ კრიმინალი იგებს ის, ვინც რაღაც მიზეზების გამო რამდენიმე ხნის ადრე ეს გააკეთა, ან იფიქრა, რომ შეისწავლა ტენდენცია რა ხდება ბანკთა შორის ბირჟაზე როგორ დინამიკაა და თქვა მოდი მეც დავიჟღებ თავს და გადავითან დოლარში. ამ სოფლიო ტენდენცია შეხედა შემთხვევით. ამ სრულად შემთხვევით ამას ვერ დავაჩვევი. ხო, მაგრამ ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რადგან ჩემთან გადმოხედით რამდენიმე კომენტარი გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რაც აქ ითქვა. პირველ რიგში მე მაინც არ შევადარებდი 2898-დან. ერთი მარტივი მიზეზის გამო. 2008-ში სხვა განსხვავებული სიტუაცია, ვიდრე 98-ში იყო დეფოლტი რუსეთში, იქ იყო ვარგნა და ეს დეფოლტი შემოვიდა საქართველოში. აქ არანაირი არც ნავტომისებური გამყარება დოლარის არ მოხდარა მსოფლიო ბაზრებზე, არც არანაირი ისეთი იქ თვითონ მიმდინარეობს საკმაოდ ისეთი ზომიერი ტემპით მისი გამყარება. ამიტომ ესეთი ვარგნის ეფექტის ზეგავლენა ნამდვილად ქართულ ეკონომიკაზე არ იყო. ანუ აუცილებლობა ნახტომისა, რაც ვითომ და ახსნა ეროვნულმა ბანკმა, რომ ამისთვის ჩვენ ვემზადებოდითო, ამის აუცილებლობა შექმნილი ვითარებიდან ნამდვილად არ იყო. უბრალოდ მანამდე უფრო სწრაფი ტემპით უნდა მოეხდინათ დევალვაცია ლარის და არა ისე, რომ 0.1 მიასცადეთ, როგორც ამას აკეთებდნენ, რომელიც პრაქტიკულად ამას ვერან ვერ გრძნობდა, რომ მაშინ რეზერვით ნაკლები გაიყიდებოდა და არც ნახტომი იქნებოდა საჭირო. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ ბატონმა ნიკომ ძალიან საინტერესო მოსაზრება თქვა და მე მინდა გავიხსენო ერთი რამ. 2004 წელს, როდესაც ბატონი კახა ბენდუკიძე ჩამოვიდა საქართველოში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი მისი შესახებ წერილი ჟურნალ ეკონომიში. ეს ის ეკონომისტია, რომელიც ინგლისში გამოდის. ეს სტატია სხვათა შორის არ თარგმნა. და ამ სტატიაში, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ხება დიდება იყო, აი დიდი რეფორმატორი ჩამოვიდა საქართველოში და ერთ-ერთი მთავარი აკუთხები იყო, რომ აი ბატონი კახა ბენდუკიძეს უნდა მულტისავალუტო რეჟიმი დაამკვიდროს ქვეყანაში, რომ თავისუფალი ვაჭრობა იყოს ნებისმიერ ვალუტაში. შეიძლება თუ არ ამი გაკეთება. თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ კარგავთ ელემენტარულ იმ მექანიზმს, რომ ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა ჩვენვე წარმართოთ. ამიტომ ის სქემა, რა სქემაც თქვენ ბრძანეთ ბატონი იყო, იმას კი შველის, რაც თქვენ თქვით, მაგრამ ვიფუჭებს სხვა დანარჩენს. ამიტომ იმ სქემას აქვს თავისი უარყოფით. ასე რომ ამ სქემაზე რომ გადასულიყვნენ, იქიდან გამომდინარე, რაც ეს 2004 წელს იყო პუბლიკაცია, ეს სულად ჯაჯდებოდა ბატონი კახას იმ იდეოლოგიაში და გადავიდოდით მულტისავალუტო რეჟიმზე, რაც სხვათა შორის დღესაც წიალებს ასეთი მოსაზრებები და ის სქემა, რომელიც არის რომ ლარი უნდა მიება და გახსოვთ ერთი წლის წინ იყო სავალუტო საბჭო თუ სავალუტო ფარზე საუბარი, დაახლოებით აქეთკენ მიდის, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ კულუარებში ასეთი ინფორმაცია მეც მაქვს, რომ კვლავ მზადდება სქემა მიბმის, მაგრამ ჯერ უნდათ რომ უფრო მაღალ დონეზე გაიყვანონ, უფრო მაღალ დონეზე გასვლითი კურსი, ან უფრო უარესი იყოს. ახლა ამას საჯაროდ ვაცხადებ კიდევ უფრო იმიტომ, რომ ეს არ გაკეთდეს. რომ ეგება მოისმინო, რომ ამან კიდევ უფრო მეტი ისეთი შეშფოთება გამოიწვიეს საზოგადოებაში, რომ ეს არ გაკეთდეს. თორემ მე არ გამოვრიცხავ, შემდეგ ნახტომი დაჯდეს 1.95-ზე და მე თქვა, ეხლა მივაბად უცხოურ ვალუტას, რომელიც სრული კატასტროფა იქნება ჩვენი დაბანებული ვარ ჯინაზე გააკეთებენ. ძალიან მადლობელი ვარ ამ კომენტარზე. ესა ხორია ხო, აი ორამდე გაიზრდება, კიდევ აცება, ახლა ჩვენი ხალხი ხართ, ის ხალხი ვინც საერთოდ მეც ამ პოლიტიკას ნაცი ფულად აკრედიტოს ხომ? არა, შენ შემოგვიყვანს. ის აკეთებს. ურთულობაზე
ორმოში გამოკვების პოლიტიკას ხუნი და დამაჩინე გამიუყო ბოლომდე. მაგრამ აბატი რა მანამ შეკითხვაზე პასუხს გავცემ, წეგან ახსენე კრიმინალი და ლადოს მინდა რომ პატარა შევეკამათო, იმიტომ რომ ისეთი რამე თქვა, რომელიც ჩემს როგორც ეკონომისტის ან პიროვნების აზრში ვერ ეტევა. ძალიან ბოდის ვიხდი შემულადა. ეს პირველად არ მომისმენია მე 98 წელი დაარქვა რუსეთის დეფოლტი. ეს ფოტოშოუს და მომისმენია სავალტოფონის მაღალი ჩინებიდანაც, მათ შორის ჯონ ოდლინგსმიც რო იყო ჩამოსული. მე ძალიან მარტივი შეკითხვა დავუსვი. ბატონო ჯონ, ერთი ქვეყნის ფინანსური კრიზისი, ნებისმიერი კრიზისი, მეორე ქვეყანაში როდის არის უფრო მეტად სტიმულირებული, როცა ეს ამ ქვეყნების ეკონომიკა უფრო მეტად არის ინტეგრირებული თუ უფრო ნაკლებად. იცოდა რა მეკითხები ნოდა. გასაკვირველია, სადაც მეტად არის ინტეგრირებული. როცა ეხლა მეორე შეკითხვას დაგისვამ, სომხეთის ეკონომიკა უფრო ინტეგრირებულია რუსეთის ეკონომიკასთან თუ საქართველოს. გასაკვირველია სომხეთის, მაშინ სომხეთში რატო არ მოხდა იმ დეფოლტის შედეგები? არაფერი არ მომხდარა სომხეთში. რამე როგორიც იყო პარასკევს, ისე იყო ორშაბათს, უჩვენდა დაიქცა ყველაფერი. და მაბატი რატომ მინდა მისკვა? კრიმინალი იყო თუ არა რო ახსენეთ. საქართველოში ამ სფეროში, ისე როგორც ყველა სფეროში არის დაუჯერობის გაუგებარი სინდრომი. თუმცა საქართველოს შეადგენს გაუგებარ ჰიპერინფლაციაში მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებულად. პასუხი არავის არ უგია. არავის არ უგია. მოხდა იქ უბედური შემთხვევა, დამთავრდა ყველაფერი. თორე პასუხი არავის არ უგია. 95 წელს ფულადი გაგანია ფულადი რეფორმის დროს, როცა გააკეთეს დეფოლტი ჩვენმა დღევანდელმა დიდმა ბიზნესმენებმა და მაშინ ბანკირებმა რეფორმის შეჯამების დროს ლადოს კარგად ახსოვს და მე რასაც ახსოვნება აუცილებლად. გამოვიდა ვთქვი, მაშინ როცა ეროვნული ბანკის ცებადობა იყო და მათ შორის ჩემიც. გამოვიდა ვთქვი, რომ აი ამ ბანკირებმა დააქციეს ქვეყანა და უზარმაზარი ფული იშოვეს ხალხის ხარჯზე. იმიტომ რომ ერთმანეთს გამოაცხადეს, რომ რუსულს აღარ ღებულობთ, შეიქმნა უზარმაზარი პანიკა და ამ პანიკაზე იშოვეს დიდი ფული ძალიან იმ ხალხმა. შევარდნაძე პასუხი გამცა იქიდან, რომ და შენ დიდი ეკონომისტი ხარ და ყველაფერი აქეთური იქითური, მაგრამ ძალიან გულგრძო კაცი ყოფილ ხარ, შეგვიძლია აქტიურ გაზეთებში ციკლები და ტელევიზიაში. რომ ამ ახალგაზრდებს რაღაცა პატარა შეეშალათო და შენ ახლა წამოაძახეო. ეს პატარა მინიმუმ 30 მილიონი დაუზდა საქართველოს მოსახლეობას და მაშინ ეს დიდი ფული იყო. და მე 98 წელს. აი რო თქვა რომ რუსეთის დეფოლტიო. კიდევ მე შემთხვევით მივაკვით რაღაც ლამაზ სიტყვებისთვის. არანაირი კრიზისი რუსეთის იქნება თურქეთის ვიღაც არ შეიძლება პარასკევს შემოიპაროს საზღვარზე და საღამოს გაიპაროს. აქაც უზარმაზარი ფული მოხსნეს. ჩვენი ჯიბის ფული ლაპარაკია. ეხლა დაწმულებული ვარ. ეხლა ეს შეგრებული, გამიზნული ისევე როგორც 98-ში იყო, ან 95-ში. ისეთი რო იყო თუ არა, მე არ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ მაშინ ახლო ვიყავი. ეხლა ცოტა შორსა ვარ. მაგრამ ეს ფაქტია. აი კონკრეტული პიროვნებების. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც დაუკავშირებლად მაფიასთან თავისით გამდიდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ. აი გარბოდნენ და ერთი აი სადაც იცოდნენ, თქვა იმ ბანკის ის იყო. იქ კურსი სხვა იყო, სადაც ჯერ არ იცოდნენ, იქ დაბალი გარბოდნენ, ყიდულობდნენ, მე ყიდნენ. ეს არის არაორგანიზებული მოგება, მაგრამ მე გარკვეულებ, ისე როგორც იყო 95-ში, ისე როგორც იყო 98-ში, ისე იყო ამ დღეებში. ვიღაცებმა იცოდნენ და იპოვეს ის, რაც ეუმა დაკარგა. არც ერთი ეს საკითხი არ გამოძიებულა. არც ერთი. იმიტომ რომ მაშინ თქვეს, რომ ეს რუსეთის კრიზისია, უფრო ადრე თქვეს, რომ ეს ახალგაზრდებს რაღაცა შეეშალა და მე 30 მილიონი იშოვეს ხალხის ხარჯზე. რა მოხდა ბატონო? ეხლა აგერ ასე დახია ხო ხედავ? შეიძლება საფეჩე უზრუნველყოფა იყო რა გულისხმობ? ერთი ადამიანი პენსიაზე გაუშვეს და ნუ ის საკმაოდ კარგად იცის ეს საკითხები და შეიძლება უბრალოდ პენსია რაღაცნაირად უნდა იცხოვროს რაღაც. ლადო გოგენძის გულისხმობ რა. ბატონო ძიძბოლის უბრალოდ რა ეს თემა ამოვწურო მე სულად ვიზიარებ ბატონო და რომ მსგავსება 2008-სა და 95 წელს შორის მართლაც არის მაგრამ ის არგუმენტი რომელიც თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2008 წელს იყო დეფოლტი რუბლ ფრანკში გარბოდა რუბლი და ჭირდებოდა დოლარი რატომ არ გამოიყიდა დრამი არ გამოიყიდა ეს გამაგებინე ერთი ესა და გეტყვით ბატონო და გეტყვით მაგათა ძალიან გაყინული იყო 1.3 ძალიან მარტივ რამოგვიყვით რატომ მოხდა და ასე შემდეგ იმიტომ რომ სომხეთს და რუსეთს საერთო საზღვარი არ აქვს და ჩვენთან შემოდიოდა კონტრაბანდული ტვირთები კონტრაბანდას რო ვერ აკონტროლებდა იმ დროს თავრობა თქვენ ხო კარგად იცით და შემოდიოდა თქვენ ხო გახსოვთ რომ შემოდიოდა იაფი ქვილი იაფი რუსული ავტომანქანები იმიტომ რომ დეფოლტის დროს ყველა გაურბოდა საქონელს უნდა და დოლარი ეს საზღვარი იყო ღია მაგრამ მე რა არგუმენტს უსვამ ხალხს რომ მაშინ იყო დეფოლტი და დღეს დოლარს სოფლიოში არაფერი არ მოსდის ისეთი რომ დოლარის ეხლა პანიკა იყოს და მთელი სოფლე მივარდნილი იყოს და დოლარი ყიდულობდეს
და ამიტომ ლაქტომისებურად იზრდებოდეს, ეს არის განსხვავება. და ერთი რამე რა თქმა უნდა, თუ კარგად არ გვეცოდინება რა მოხდა გუშინ, ვერ გვიგებთ რა ხდება დღეს და არ გვეცოდინება რა ხდება ხვალ. მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ დღეს რაც ხდება,